ხაძე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურ განადგურებაზე და ამბობს, რომ არ დაენანება ამისთვის, აი როგორ შეაფასებდი და რა არის მისი მიზანი, რას აჩვენებს მისი ეს განცხადება. გედევან ფოფხაძე არის, არ ვიცი, უბინძურესი ადამიანია, ყველაფერს მკარდებელი. არ ვიცი, ახლა მაგისგან მეც არაფერს არც უნდა მოელოდე ადამიანი, ხო? ისეთი რაღაცეები აქვს ნაკადრები. შესაბამისად, ჯერ ერთი სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები. იმიტომ არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ. და ვიცი, ხა ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო გედი ფოფხაძე და რასთან. გედევან ფოფხაძის განცხადებიდან გამომდინარე, გერმანიის წელს განცხადებაც არ გაუკეთებია. აი რას ნიშნავს, როდესაც გერმანიის საელჩო ამ შემთხვევაში ელჩი დუმილის უფლებას იყენებს დუმს და ჩვენ გვახსოვს მაშინ, როდესაც გედევან ფოფხაძეს შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ფიშერი იმყოფებოდა მასთან. აი როგორ ფიშერიც შიმშილობდა. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, თორე ისიც შიმშილობდა ჩუმად სახლში. რა განცხადებას ელოდებით გერმანიის ელჩისგან, ჩვეულებრივი რადიკალი არის, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გაცდა მისი ქმედებებით, მისი განცხადებებით. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია პირველ რიგში მისთვის ამ ტიპის ქმედებები, განცხადებები, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ლევან ხაბეიშვილი არის პირველი პოლიტიკოსი საქართველოში თუ შეიძლება ხაბეიშვილთან დაკავშირებით სიმონ ამ თემას ამოვწურავ, რომ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გერმანული გამომცემელი შპიგელი წერს და ვერ ხვდება რატომ არის ის დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული საქართველოს ხელისუფლებისთვის, თუმცა ჩვენ არაერთხელ ვნახავს მისი განცხადებებით, თუმცა ქართულ ოცნებაში ხშირად ვისაუბრიათ ამაზე, რომ გავიხსენოთ და უპასუხოთ ამ შეფასებას გერმანული გამოცემის, რატომ არის ის დიპლომატიური ჩარჩოებიდან ხო, პირდაპირ ერევა პოლიტიკურ ქვეყნებში და პოლიტიკურ საქმეებში აკეთებს განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ჭეშმარიტება, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებში და ქმედებებშიც. რა თქმა უნდა, დიპლომატს გააჩნია გაწერილია კანონი თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი. საერთოდ ყველანაირი კანონებიდან ამოვარდნილია, ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის. გავიხსენოთ თუნდაც საარჩევნო პერიოდი. არჩევნების დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კამპანია მიმდინარეობდა, ეს ადამიანი თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნის ელჩებს არავის არ აპატიებებს და წარმოუდგენელია ამ ტიპის ქმედებები, რასაც ეს ადამიანი ახორციელებს. ლევან ხაბეიშვილი თუ შეიძლება მე დაგიცოთ კითხვას ხაბეიშვილთან დაკავშირებით, მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური მოტივით არის ეს დაკავება. როგორ უპასუხებდით მის თანაგუნდელებს და ზოგადად ხაბეიშვილის დაკავებას? შეიძლება ლევან ერთი წამი ხო შეიძლება ჩვენს დავამატოთ ახლა ხაბეიშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი და პირველი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც საჯარო ეთერში ინტერვიუს და საჯარო, ასე ვთქვათ, დაპირების გამო დააკავეს საქართველოში. თქვენი აზრით, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში და ოპოზიციაშიც, რომ ეს არის შიშის დადასტურება, რომ ქართულ ოცნებას ეშინია ლევან ხაბეიშვილის მიერ, ასე ვთქვათ, გამოტანილი განცხადებების ქართულ ოცნებაში შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ხომ არ არის ეს ამის დასტური, რომ რეალურად, რასაც ხაბეიშვილი ამბობდა, არის სიმართლე და ამას მოყვა შემდეგ უკვე მისი დაკავება აბსურდული ბრალი. ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა. შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გააკეთა განცხადება. დანაშაული არ მომხდარა ბატონო კახა. ეს იყო დანაშაული არ მომხდარა, აქ იყო საუბარი, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში მოხდებოდა მშვიდობიანი რევოლუცია, ამის შემდეგ მოხდებოდა ეს ძალიან მარტივია. ქრთამის შეთავაზება, ჩვეულებრივად ეს არის დასჯა. საჯაროდ შესთავაზა ქრთამი ადამიანს. საჯაროდ შესთავაზა, ფარულად რო ყოფილიყო, ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ხდება, თქვა, პირობითად ვიძახი სამართალ დამცველს ან სამართალ დამცველებს და გაეკეთებინა შეთავაზება და დაპირება ქრთამის მიცემაზე რა განსხვავება ამ ყველაფერში საჯაროდ ამბავს თუ ფარულად ამბავს. ეს არის დანაშაული. აი ხაბეიშვილის მიზანით 2012 წელს მაგალითად საქართველოს მოქალაქეებს ხაბეიშვილის მიზანი რა იყო თქვენ როგორ თქვენ სპირდებოდით საქართველოს მოქალაქეებს 2012 წელს 5 მილიონ ლარს თითოეულ სოფელს ეს არ იყო მაგალითად საჯარო ქრთამი? ხაბეიშვილის მიზანი რა იყო მე
ვერ წარმომიდგენია, არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია, რა ვიცი, ალბათ თვითონ გააკეთებს განმარტებას. ბატონო, 5 მილიონს პირდებოდეს თუ შეიძლება 5 მილიონს პირდებოდეს თითოეულ სოფელს, როდესაც 2012 წელს მოდიოდით ხელისუფლებაში. თქვენც ხო საჯარო განცხადებებს აკეთებთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი პოლიციელებს დასარუჯ აპარატებს პირდებოდით. იგივე არ გამოდის ბატონო, ხა რა განსხვავება ამ ორ შორის? ახალგაზრდა გოგო ხარ და იმას ვერ ხვდებით. შეიძლება ხვდებით კიდეც, უბრალოდ არ გინდა დავალება გაქვთ ეგეთი, იმიტომ რომ ხარ წარმომადგენელი შეულებრივი იმ აკაცუკების, რომელიც დღეს აგენტურის სახით არის წარმოდგენილი ქვეყანაში და არ გინდათ გაიგოთ, ხო? რა შეშ საარჩევნო დაპირება. კაც დანაშაულს ჩადის და საარჩევნო დაპირება დანაშაულთან რა კავშირია? დანაშაული არის ის, რომ როდესაც შენ გრთამს თავაზობ ამ შემთხვევაში პოლიციელებს, რომ მათ გადადგან ნაბიჯი კანონის წინააღმდეგ. ეს დანაშაულია, მაგრამ რა ინფორმაცია გაქვთ? PDD-ში თანამშრომლები პირდებოდ ერთი წამით ბატონო, PDD-ის თანამშრომლებისგან თქვენ გქონდა ინფორმაცია, რომ აპირებდნენ ამ გრთამზე დათანხმებას თუ რას უკავშირდებოდა ეს წინასწარ დანაშაულის გარეშე მისი დაკავება? სახელმწიფოს პრიორიტეტი. და ასევე ადვოკატი ამბობს, რომ უდანაშაულოა და არანაირი. ხო, ნუ გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ჩემთვის ახლა ადამიანურად თქონდა არასასიამოვნოა და გულდასაწყოტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. ან კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ის, როდესაც იმ ვიხარებაში, როდესაც მთელი გუნდი და განსაკუთრებულად პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხო, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გადადო გვერდით. არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, უამრავი შანტაჟი, შეურაცხყოფა, მუხარები. ამ ადამიანმა ყველაფერი გადადო და ქვეყნის ინტერესებისთვის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დანის პირზე გვიწევს სიარული და გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ და დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როდესაც ამ ტიპის რაღაცები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, არასასიამოვნოა და დავილო. ბატონო, გახარ ჯუანშერი იყო, თუ შეიძლება ეს თემა სიმონ, თუ შეიძლება ეს თემა ამოვწუროთ, ბატონო, გახარ. ჯუანშერ ბურჭულაძე იყო ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრი. მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ოპერაციას რა ავიდა საქართველოს თავიდან. ნუ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო შესაბამის უწყების შესაბამის თანამშრომლებს, ვინც მართლა პრევენციულად ძალიან მაგარი, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა. ნუ სად მიდიოდა ეს, რისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, არ ვიცი, ვერ გეტყვით, გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით, ყველაფერი ცხადი გახდება და მივიღებთ იმ კითხვებზე პასუხს. ბატონო, გახა ჯუანშერთან დაკავშირებით ამოვწუროთ ეს თემა, თუ შეიძლება. ჯუანშერ ბურჭულაძე იყო ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. მისი უახლოესი გარემოცვის წევრი არის თუ არის, ბატონო, გახა დასტური იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება შემდეგი და მას დაადებთ ხელბორკელებს, იმიტომ რომ ბატონო, გახა ამაზე მიპასუხეთ, თუ შეიძლება ღარიბაშვილამდე შეიძლება მივიდეს კვალი? და მსგავსი დაჯგუფებების საქართველოშიც გააჩინავ. ეს არის მოკლე განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. აი თქვენ როგორ შეაფასებთ, რა პარალელს გაავლებთ საქართველოსთან? არა, მე ამაზე მთავრობის ლომაზეც ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხო? ის, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ ქუჩაში, იმ ძალადობრივ ჯგუფებს, ეს შემთხვევითი არ არის. არ იფიქროთ, რომ შემთხვევით გაჩნდა. ამაში ათეულობით მილიონი დოლარი არის დახარჯული, რომ ამ ტიპის ადამიანები შეექმნათ, ქალი ქალს არ გავს, კაცი კაცს არ გავს, წარმოუდგენელია, შეხედეთ, დააკვირდით და ამაზე იხარჯებოდა ათეულობით მილიონი ზუსტად ამ ტიპის ადამიანების შექმნაში და მათ არ უნდა კონდეთ სამშობლო, არანაირი სიყვარული, არანაირი პატივისცემა, უნდა იყო ბნელი, უნდა იყო აგრესიული. ხედავთ, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი გარედან მოდით. არ იფიქროთ, რომ აქ ვიღაცის თავში მოიხარშა და ვიღაცა აფინანსებს და აკეთებს ამ ყველაფერს. ყველაფერი გარედან მოდის. ჩვენ და სამწუხაროდ და როდესაც ჩვენ გამჭირვალობაზე ვსაუბრობთ, აი ზუსტად იმიტომ არა აქვს სურვილი, რომ ყველაფერი გამჭირვალე გახდეს, ყველაფერი ცხადი გახდეს, რომ საზოგადოებას კონდეს პასუხები კითხვაზე, რომელიც არსებობს. ვინ აფინანსებს სარწმუნოების ეკლესიის წინააღმდეგ შეტევას, ვინ აფინანსებს საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, ვინ აფინანსებს პოლარიზაციის გაუქმებას და ასე შემდეგ. ყველაფერი მოდის გარედან
და ყველაფერი იმართება გარე ძალებით. ბატონო კახა, ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტრი იყო ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და შეიძლება მასაც დაადონ ხელბოთკილები, თქვენ რა ელოდებით? შტატებში ვეღარ შევლენ ეს ადამიანები. ჩვენ ნახეთ ქართული ოპოზიციის და მართლ მხარდამჭერების ხილიკი და ცინიკური დამოკიდებულება კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით. შესაძლოა თუ არა რომ ამ განცხადების სამიზნე გახდეს სწორისი და ვეღარ შევიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, ნუ არ ვიცი. მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის მოძიება. სამწუხაროდ საქართველოშიც ბევრი იყო ეს ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები, ვინც წარმოუდგენელ სტატუსებს წერდნენ, წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორ შეიძლება ხო ადამიანის სიკვდილი გაგიხარდეს. არა აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ქონდეს, ხო მტერიც რო იყოს, ნუ წარმოუდგენელია გარდაცვლილ ადამიანზე ასეთ რაღაცეები დაწერო, რაც გუშინ ვიქნა. მეგობართან დაკავშირებით კითხავთ, ჩავარდა მეგობარიაში ვიპასუხებთ კითხვებზე, იმიტომ რომ არ პასუხობთ ბატონო კახა და გვექნება შესაძლებლობა რომ კითხები ამერიკის შეერთებული შტატები მეგობარს მიიღებდა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ეს აქტი ჩავარდა? ხო, ნუ პირველი დავიწყოთ იქედან, არანაირი მეგობრობის აღნიშნულ აქტში არ იყო. ყველაფერი იყო მტრული. აღნიშნული აქტი გაჯერებული იყო სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილზე დაფუძნებული რაღაც შეთხზული სისულელეებით, რომლის ავტორი იყო ერთი 80,000-ად გაყიდული გვარი არ მახსოვს ვილსონი მე მგონი ხო რომელიც ფარას კანონით გახდა ცნობილი რომ იმ სიბინძურეში რასაც კადრულობდა 80,000 აუგია წარმოგიდგენიათ და რა თქმა უნდა ძალიან კარგია მისასალმებელია რომ აღნიშნული აქტი ჩავარდა ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება არ ჩავარდნილა ბატონო კახა პროცესი ისევ მიმდინარეობს აქტი არ ჩავარდნილა ნუ არ არის მიღებული და მისასალმებელია რომ არ გრძელდება პროცესში ზედა პალატაში მუშაობა გრძელდება შესაბამისად სპეკულაცია რომ აქტი ჩავარდა ოპოზიციის განწყობა რომ იყო შესაბამისად ნახეთ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება რომ მზად ვართ მიუხედავად იმისა რომ აი ესეთი აკაცუკები რომელიც დღეს ქვეყნის შიგნით ყავს მტრების სურვილი არის რომ ქვეყანა დაზიანდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი არის რომ აღდგეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი კურსიდან და მეგობრობა, პარტნიორობა იყოს ორმხრივი. დაფუძნებული სამართლიან ურთიერთობებში. 36 სახელმწიფო თუ შეიძლება კითხვას დაგუსვათ. დღეს არ უპასუხობთ ჩვენს არც ერთ კითხვას და თუ უპასუხებთ მადლობელი დავჭერთ. სპეკულაციებს არ უპასუხებს ეს სულელეები. სპეკულაციებს რატომ? ღარიბაშვილთან დასმული კითხვა რატომ იყო სპეკულაცია?